აქ ზოგიერთები პარალელს ავლებენ რობერტ სტურუასა და დათო დოიაშვილის მოხსნას შორის. შეგახსენებთ, სტურუას გათავისუფლების მიზეზი გნებავთ საბაბი მისი უგვანი არმენოფობია იყო. სააკაშვილი მალავს თავის წარმომავლობასო. დოიაშვილის კი უდანაშაულო მსახიობის დაცვა და ამის გამო თეატრალური ბოიკოტი. პარალელი უადგილო და ბრიყულია. სხვათა შორის, მაშინ საჯაროდ ფაკრიტიკებდი კულტურის სამინისტროს სტურუას მოხსნის გამო. მიმაჩნდა, რომ მისი არმენოფობია საზოგადოების მორალური შეფასების ველს არ უნდა გაცდენილიყო, მაგრამ ახლა წლების მერე ამ პერსპექტივით უკაცრავად და ნამდვილად ფეხებზე დავიკიდებდი სტურუას მოხსნას. ისევე როგორც ჩალვარამიშვილს, რომლის გამოც წერილებს ვაწერდი ხელს, რომ დროზე ადრე გამოეშვათ ციხიდან. არადა გამომძაბლელებზე, მოძალადეებზე, პროპაგანდისტებზე, კგბ-შნიკებზე და გაიძვერებზე დრო არ უნდა დახარჯო. წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.